დედაქალაქში არის ასეულობით ოფისი, ვაკეში კონკრეტული მისამართები ვიცი, საბურთალოზე კონკრეტული მისამართები, აგერ ბათუმში საერთოდ სასტუმროები დაუთმეს, საიდანაც კონკრეტულ 100,000-ობით ადამიანს ურეკავენ და მე ამ მილიარდ ნახევარს ინაწილებს ლილუაშვილი, ინაწილებს უჩა მამაცაშვილი, ინაწილებს ფარცხალაძე და იმნაწილებენ ის კრიმინალები, რომლებიც უბან დაყოფილი ყავს და ვიღაცებს მიკაძეებს რაღაცა რამდენიმე ოფისი აქვს ვიღაცებს და კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. გული ჯგუფის სხვა წევრები გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. მე რო დავდიოდი აგერ ოფისებმა კონკრეტული მისამართები და თქვენ ტელეკომპანიასთან ერთად მივდიოდი ოფისებში, ვიძახებდი პოლიციას, მოდით, ფურდები არიან, თაღლითები არიან, მოვიდოდა პოლიციასაც არ უშვებდნენ. მე ვითხოვდი რომ აქ მეორეზე, მეოთხეზე, მეექვსეზე არის ეს კოლ-ცენტრი და იმას කියන ჩიავსეთ ოქმი, მე დამიბარე შინაგან საქმეთა სამინისტროში, მივეცი ესენი არავის არაფერი არ მოუკითხავს. რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სავარაუდოდ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. არ იცით ამის შესახებ, არ მოგისმენიათ?